გვერდება ზუსტად 2 წუთში გიორგი გახარია, რომელიც მასზე თავდასხმის დაკვეთაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. წინასწარ ორგანიზებული ჩასაფრებით მოწყობილი პოლიტიკური შურისძიება. გახარია ამბობს, რომ ივანიშვილი დიდი ხანია სხვადასხვა ფორმით ემუქრებოდა მასსა და მის ოჯახს და სტუდიაში ვთხოვ ახლა ზუსტად გიორგი გახარიას, პარტია საქართველოსთვის ლიდერი. როგორ ხართ, გამიბრაზდით? გვიანია მე მგონი ცოტა დაგვიგვიანდა, მაგრამ ჩვენც გვიან შევედით ეთერში. როგორ ხართ ბატონო გიორგი? ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა დავიწყო ჩვენი საუბარი ამბებით, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ ამას წინათ, მე გისმენდით თქვენზე თავდასხმის ამბის შემდეგ, მაგრამ რეალურად რა სურათი მივიღეთ. დღევანდელ გადაცემას პირობითად დავარქვით მზია ამაღლობელისგან გამომდინარე, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. ვინაიდან რაღაც ხატსურათად იქცა მზიას კადრი წიგნით ხელში, მარია რესას წიგნით ხელში, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი და სწორედ აი ამ დროს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, როდესაც ხდება თავდასხმა და როცა თქვენ ამბობთ, რომ ამის მთავარი დამკვეთი იყო ივანიშვილი, თქვენ გცნეს დაზარალებულად, მაგრამ არ გაძლევენ საშუალებას მოიპოვოთ მტკიცებულებები. მოდით დავიწყოთ ამაზე საუბარი. პირველი კითხვა, რა უნდა ივანიშვილს თქვენგან? მოდით ესე შევთანხმდეთ, რომ ეხლა ამ საქმეზე საუბარი ყველაზე ნაკლებია, რაც მე მინდა. მე მოკლედ გეტყვით, რომ რა თქმა უნდა ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ივანიშვილი ბიძინას მიდაკვეთით შესრულებული ჩასაფრებით ჯგუფური თავდასხმა, შეიარაღებული ხალხის. თუმცა მე ამაზე არანაირი არც სურვილი და არც მორალური უფლება არ მაქვს ეხლა ვისაუბრო, მაშინ როდესაც აგერ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 17 დღეა შიმშილობს. მაშინ როდესაც იგივე ბათუმში დაკავებული ეს ცნობილი მედროშე 12 დღეა შიმშილობს. მაშინ როდესაც გუშინ აფხაზეთიდან დევნილმა თავი დაიწვა. მაშინ როდესაც ბევრი ნაცემი აი ამ აქციების დროს ახალგაზრდამ მეორედ ოპერაციას იკეთებს სხვადასხვა დაზიანებების რაგვიმე თავიდან გამოსაჯამრთებლად და ეს პროცესი მიმდინარეობს. ამიტომ ეხლა აქ ჩემ შემთხვევაში განსხვავება არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ერთი ინდივიდუალური შემთხვევა იყო, ერთი კაცი ახირება იყო იმისთვის, რომ ეხლა სხვებზეც ეს შიში გადაეტანა. ამიტომ მე მივხედავ ამას, რა საერთოდ არ მაინტერესებს მე შემსრულებლები აი ამ თავდასხმის, მე მაინტერესებს დამკვეთი და მაინტერესებს ეს დამკვეთი, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ადამიანს არ კონდეს შესაძლებლობა იძალადოს ქართველ ხალხზე, საქართველოს მოქალაქეებზე და ჩვენ სახელმწიფოზე, ჩვენს ქვეყანაზე, იმიტომ რომ ეხლა საბოლოო ჯამში თითოეული ადამიანის ინდივიდუალური ტრაგედია ეს განსაზღვრავს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას, ეს განსაზღვრავს ჩვენ ქვეყანას და დღეს, როდესაც მზია ამაღლობელი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ყველანაირი მორალის კანონს რო თავი დავანებთ, უკანონოდ არის დაკავებული, მაგრამ მორალს მიღმაც არის ის, რაც ხდება, ხო? ეს ხო რა არის? ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლება, რომელსაც რეპრესიული ძალადობის გარდა სხვა არგუმენტები არ დარჩა და ძალადობს ქალზე, ჟურნალისტზე, რომელმაც ამ ხელისუფლებასაც, წინა ხელისუფლებასაც, ეჭვი მაქვს იმის წინა ხელისუფლებასაც სიმართლის პირში თქმის გარდა არაფერი არ ყველა ხელისუფლების წნეხს გაუძლო და ახლა მოხდა ის, რაც მოხდა, მისი დატყვევება და ერთი რამე უნდა გვესმოდეს. უნდა დავწყნარდეთ, უნდა დავშვიდდეთ, პრაგმატულად უნდა აღვიქვათ ის, სადაც დღეს ვართ, პრაგმატიზმიდან გამომდინარე მე ყველაზე მნიშვნელოვანი რის გაკეთებაც ახლა შემიძლია, მინდა მოუწოდო მას, მინდა ვთხოვო, უпростоრად ვთხოვო, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. იმიტომ რომ ეს თხოვნიათ, როგორც ჩემი ერთი რიგითი ადამიანის, საქართველოს მოქალაქის თხოვნა, იმიტომ რომ ამ ველურებს მაინც ვერაფერს ვერ გავაგებინებთ, მათ უნდა ვესაუბროთ სხვა ენაზე, იმ ენაზე მხოლოდ და მხოლოდ როგორი ენაც მათ ესმით და
ჩვენ ყველამ ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. მათ ესმით ძალმომრეობის ენა, ბატონო გიორგი, აი თქვენ კი არ გსურთ ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს არ იყო ერთი ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. ყოფილ პრემიერ-მინისტრს, როდესაც თავს ესხმიან და მათ შორის დეპუტატად წოდებული კაცი უკან იარაღით ეს წარმოუდგენელი ამბავია, შესაბამისი რეაქციებიც ვიხილეთ, ხო? ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ვერ დაამარცხებ რეჟიმს, თუ კი ჩვენ არ მივეცით აი ასეთ ფაქტებს სათანადო შეფასება. მესმის რომ თქვენ არ გინდათ ამაზე საუბარი, მაგრამ აი ნახეთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. როგორ უნდა დავამარცხოთ ჩვენ ეს ძალმომრე რეჟიმი, როდესაც ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ხდება ასეთი ანგარიშწორება და მტკიცებულებებსაც კი არ გაძლევს. გეტყვით, უნდა დავამარცხოთ ისე, რომ ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თავის თავდასხმაზე კი არ უნდა საუბრობდეს. უნდა საუბრობდეს ყოველდღიურად და აკეთებდეს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დღეს სჭირდებათ, ყველაზე უფრო მათ დავეხმაროთ. ეს არის ჩვენი ხო ვართ იქ, სადაც ვართ. აქ მარტო ივანიშვილი ბიძინა თავისით ხო არ მოსულა, ჩვენ ხო ყველანი ერთად მოვედით აქ. ამიტომ ეს პასუხისმგებლობა ჩვენ თუ არ გავიაზრეთ და ჩვენ თუ არ თქვით, რომ მოგწონს ეს, ჩვენ თუ არ მოგწონს, ასობით 1000 ადამიანი ამ ხალხს ხმას აძლევს დღესაც, ხო? ეს თუ მოცემულობად არ მივიღეთ და ამ მოცემულობიდან არ გამოვედით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ქმედებებში, ხო? ვერ დავახცევთ ამას თავს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ეხლა მთავარი ინდივიდუალურ, პერსონალურ საკითხებში გვჭირდება, რომ ქალბატონ მზია ამაღლობელს ვთხოვოთ ყველამ ერთად, რომ მან უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, იმიტომ რომ ის ჩვენ ჯამრთელი გვჭირდება, რომ შემდგომში ზუსტად ისე ამხილოს ნებისმიერი ხელისუფლება, როგორც ამას აკეთებდა აქამდე. და ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ამ ქალის მარტო დასაცავი კი არ იყოს სამართლიანობა და ამ ქვეყნის იდენტობა და სახელმწიფოს ინტერესები. ჩვენი ყველას გასაკეთებელი უნდა იყოს ეს და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს. ამიტომ ხა მე რომ კიდევ ერთხელ ვამბობ რა, მე რომ ვიღაცა თავს დამესხა ეს იქნებოდა როგორ გითხრათ, აი ეს იქნებოდა რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა, რო არ მომხდარიყო ის რაც ხდება ბოლო 2 თვის განმავლობაში. ბოლო 2 თვის განმავლობაში ივანიშვილმა ბიძინამ ძალადობა აქცია ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებად და ხვალ რა მოხდება. ეს არავინ არ იცის, თქვენ ხო იცით, თქვენი კოლეგები რამდენი გადაურჩა შემთხვევით. როგორ არ ვიცით, როგორ არ ვიცით, ახლა როგორ ფიქრობთ მე, ან რა მორალური უფლება მაქვს, ან როგორ უნდა ვილაპარაკო ჩემზე, ამას მე არ გავაკეთებ. უბრალოდ ერთადერთი რისი თქმაც აქ შეიძლება რომ ის რომ ვიღაცა ცდილობდა ახლა იქ ან ჩემს დაშინებას, ან ჩემს გაჩერებას, ან რაღაც, ნუ ეს ხო წარმოუდგენელი პირიქით. რამე მეტყობა ახლა მე შეშინებული. არა, თქვენ არ გეტყობათ, აი მე იცით უბრალოდ რა გამახსენდა, როდესაც თქვენი ეს რაღაც საშინელი ფაქტი მოხდა თქვენზე თავდასხმის ამ სტუდიაში ერთხელ ყოფილი პრეზიდენტები არ არსებობენ, მოკლედ გიორგი მარგველაშვილი ყვებოდა ასეთ რამეს, რომ შემომითვალაო თავის დროზეო ბიძინა ივანიშვილმა გადაუმდგარიყავი, როდესაც უკვე აღარ მოსწონდა მას მარგველაშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაშიო ბულდოზერივით გადაგივლისო, ანუ ვისი პირითაც მან შეუთვალა. მე მოვისმინე, წავიკითხე თქვენს გარშემო განცხადებები, თქვენი განცხადებები, ანუ ეს კაცი გემუქრებოდა თქვენ და თქვენს ოჯახსაც. არა, მე ახლა მაგას ინგა, მოდით ასე შევთანხმდეთ. მე არ ფიქრობ, რომ მე ვარ ერთადერთი, ვისაც ემუქრებოდა მხოლოდ. ალბათ არა, ნამდვილად. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ უბედურებაში ვართ, ისეთში, როდესაც ძალადობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საკითხებში გახდა არგუმენტი. ეს არის უბედურება, ხო? მთავარი უბედურება დღეს ეს არის. აი მაგალითად, ხანდახან ჩვენ საუბრობთ, რომ აი ვიღაცა პროევროპელია, ჩვენ ევროპულ მომავალს ვიცავთ, ვიღაცა არ ვიცი ხა პროჩინელია, ვიღაცა კიდე აგერ იმიდან რა ქვია, საუდის რა მნიშვნელობა აქვს, ხო? საბოლოო ჯამში ყველას უნდა გვესმოდეს, არაფერ შუაში აქ არ არის ევროპულობა. ჩვენს ქართულ იდენტობას ვიცავთ. მაშინ, როდესაც ფიზიკური ძალადობა ადამიანებს შორის ურთიერთობაში არგუმენტი არ უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ისტორიაში პირველად ქალ ჟურნალისტ პოლიტ პატიმარს. ეხლა თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, გონიერება რო არ ყოფნით. აი გონიერება რო არ ყოფნით, გარდა ამისა ხო უნდა გავიხსენოთ სტუდენტები, რომლებიც ჩიმშილობენ და რომელიღაც უმაღლესი სასწავლების რექტორმა ქუჩაში გამოყარა. ღიაცის ქვეშ ეს ხო რას ნიშნავს, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც არგუმენტები უკვე აღარ არის, უკვე
არგუმენტების მაგათ არის ძალადობა და ხა ეს რეპრესიული ქმედებები ვიღაცას მუშტი აქვს, ვიღაცას კანონი აქვს, პოლიციელს ორდერი აქვს, პროკურორს კიდე რაღაც აქვს, სასამართლოს განაჩენი აქვს და ასე ყველა იყენებს თავის ხელთ არსებულ ძალადობრივ ინსტრუმენტებს და მივდივართ იქ სადაც შევაჩეროთ ბატონო გეგმით როგორ შევაჩეროთ აი როგორ უნდა შევაჩეროთ როგორ უნდა დავიხსნათ ეს პოლიტიკები როგორ უნდა დავანიშნინოთ არჩევნები ჯერ ერთი მე მინდა აბსოლუტურად მკაფიოდ გითხრათ რომ ის დღეს სადაც ჩვენ ვართ და ის როგორც დღეს ივანიშვილი ბიძინა და მისი ოცნება იქცევა და ის რომ დღეს ამ ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არ აქვს არც ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაცია, არ აქვს არც ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ლეგიტიმაცია და დღეს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს. უკვე სანქციების პროცესი დაწყებულია და რაც მთავარია, დღეს საყოველთაოდ ცნობილია, საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, რომ ივანიშვილი ბიძინა შეუთანხმებელია და მას ალაპარაკს აზრი არ აქვს, ისევე როგორც აი ეს იდიოტები, რომლებიც მის ირგვლივ არიან. ეს პირველი ფაზის ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგი ოცნებამ ვერ მიიღო. გაყალბებული არჩევნის შედეგები მივიღეთ ჩვენ, მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება გვეუბნება, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება გვეუბნება, რომ ჩვენ ხელის ჩამოურთმევლობის პოლიტიკას გავაგრძელებთ, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში რის იმედის ჰქონდათ ამა ძალიან ორპარტიული შეთანხმება იმაზე, რომ ამ ხალხთან კაცო ლაპარაკს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ესენი ყველაფერთან ერთად არაადეკვატურები კი არა, ზოგიერთი მათგანი არანორმალურიც არის. ეს უკვე არის პირველი ეტაპის შედეგი. ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ ახლა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. მარტივ რამეს გეტყვის. რა იქნება მეორე ეტაპის, მეორე ფაზის ყველაზე დიდი გამოწვევა და მე ამაზე დიდი ხანია უკვე ვსაუბრობ. ეს დადგება, აი იცით რა, მოდით მე არ გაგაწყვეტინებდით, უბრალოდ პატარა რეპლიკას გავაკეთებ. აი პირველი ფაზა, რომლითაც გამარჯვება მოვიპოვეთ ჩვენ, ხომ ბრძანებთ თქვენ. ანუ თუ ეს კაცი მოექცევა სრულ იზოლაციაში თავისა მოძალადეთა ჯგუფთან ერთად, ხო? და ძალიან სასტიკ ჯგუფთან ერთად ისევ თუ კი გავიხსენებთ როგორ გაუსწორდნენ საკუთარ ახალგაზრდებს და რამდენი პოლიტიკური ტყვია ეხა გისოსებში. მაშინ რა საფრთხის წინაშე შეიძლება ჩვენ დავდგეთ? ანუ რას გულისხმობ? რეპრესიები კიდევ უფრო შეუძლია თუ არა გაამწვაოს, დაჭერები, დარბევები, ანუ რაზეა ეს კაცი წამსვლელი, სადამდეა ეს კაცი წამსვლელი? დღეს ამ კაცის ძალაუფლება დგას სამ განზომილებას. ეს არის, რა თქმა უნდა, პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც არის ორგანიზებული და ძალიან მაგრა მუშაობს ეს პროპაგანდა. ეს უნდა ვაღიაროთ. ჩვენ თუ ამას არ ვაღიარებთ, ხო? ომი გინდათ? ეს მიშა დაბრუნდება და კიდე ბევრი სამარცხვინო, მაგრამ ტყუილი, რომელსაც უნდა ვთქვათ, რომ შესაბამისი ადეკვატური პასუხი რო გაგვეცა, ცოტა სხვაგან ვიქნებოდი დღეს. შესაბამისად პროპაგანდისტული პასუხს თუ ვერ ვცემთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროპაგანდისტული ინსტრუმენტები იყოს დასანქცირებული. ან სხვა რაღაცა მხრით უნდა მივხედოთ. ეს არის პირველი, პროპაგანდისტული რაზეც დგას. მეორე, ეს არის რა თქმა უნდა ფინანსური სპონსორები. თქვენ ხო არ გონიათ, რომ ეხლა ესენი თავისი ჯიბიდან აფინანსებენ რაღაცას. ეს არის ბიუჯეტიდან მოპარული ფულიც გამოყენება ხალხისვე წინააღმდეგ და მესამე ეს არის რეპრესიული მანქანა, ის ძალოვნების სტრუქტურა, რომელსაც ტვინი ისე გადაუტარიალეს და რომელშიც ჩანერგეს ნახევრად კრიმინალური და გაუგებარი წარმომავლობის ხალხი, რომ იქიდან უკვე ადამიანები გარბიან. აი ეს სამი განზომილება, რომელზეც დღეს ეს მოძალადე ხელისუფლება დგას. ეხლა ჩვენ, როდესაც ვამბობთ, რომ პირველ ეტაპს გაუმკლავდით და აღიარება არ აქვს, ძალადობას უკვე ინდივიდუალურად იყენებენ, მასობრივად როგორც არბევდნენ აქციებს, ამას ვეღარ აკეთებენ, ხო? და კიდე უკვე ინდივიდუალურად ადამიანებს მძევლად აყავთ და აპატიმრებენ და ასე შემდეგ დაშინების მეთოდებზე გადავიდნენ. ეხლა ამას ჩვენ მივყავართ მეორე ეტაპამდე. ეს ფაქტია უკვე. ეს 4 მიზანი მიღწეულია, შიდა ლეგიტიმაცია არ არის, გარე ლეგიტიმაცია არ არის, სანქციები დაწყებულია და ესენი რომ არანორმალურები არიან და ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, ეს უკვე დალექილია და ხო ხედავთ ეხლა დადიან წრეზე. წავლენ ეხლა კიდე ერთ წრეზე მეზობლებთან, კიდე მეორე წრეზე მეზობლებთან. ესენიც მეზობლები არიან, ეხლა უარს ხო არ ეტყვიან, არ ჩამოხვიდეო ხო არ ეტყვიან.
ეხლა რაც შეეხება მეორე ფაზას. მეორე ფაზის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება ის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რომლებსაც ჩვენ აუცილებლად დავეჯახებით. გარდაუვალია ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მოყვება პოლიტიკურ მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ აი ეხლა ეს ვიზიტიც რომ ვითომ 6 მილიარდი რო ჩამოიტანეს, ეს წინასწარ აზღვევენ ამ ყველაფერს. ადამიანებს ატყუებენ. ეს არის ეხლა აქმნები, რომ არიღელოთ რა, ეხლა 6 მილიარდი ჩამოვა და ისა რომ ვარის იქნება სანქციები და მე აზიური ფული შემომაქვს ქვეყანაში და ქვეყანას არ დაეტყობა და უშუალოდ ასეთი რა. ინვესტიციები საქართველოს რა თქმა უნდა ჭირდება. და რა თქმა უნდა თუ ეს ინვესტიციები არის მართლა კომერციული და ბიზნესური ინვესტიციები, ეს მისასალმებელია, მაგრამ ეხლა თავი რომ დავანებო ამ დეტალებში არ შევალ. გონიოს თუ აჩუქებ მთლიანად აზიური ინვესტიციები კი არა, ნებისმიერი ქვეყნის ინვესტიციები შემოვა. აგერ თბილისში კრწანისის ტყეპაკს თუ აჩუქებ, რა თქმა უნდა, შემოვლენ კი არა. ან ვინმემ შეაფასა გონიო რა ღირს, ან კრწანისის ტყეპარკი რა ღირს. ეხლა ვიღაცას თუ გონია, რომ ჩვენ ამას ეხლა აი ასე გავატარებთ, აი ამ ზღაპრებს რა, და თან ნახევრად კორუფციულ სქემებს, რა თქმა უნდა არ გავატარებთ. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მეორე ფაზის მთავარი ამოცანა რა არის? ჩვენ უნდა გამოუცხადოთ კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა ერთმანეთს. სოციალური პრობლემების გამო, ეხლა ცოტა შეიძლება ისეთ რაღაცები ვთქვა, რომ ვიღაცებს არ მოეწონოთ და ვიღაც სოციალური პრობლემების გამო ჩვენი რაოდენობა ქუჩაში და აქციაზე არ უნდა შემცირდეს, პირიქით უნდა გაიზარდოს. ამიტომ მერწმუნეთ, რომ აქცია ელიტარული კი არ უნდა გახდეს. ჩვენ უნდა გავიდეთ ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც უჭირს, რომელსაც სოციალური დაცვა მოუხსნეს, რომელიც სამსახურიდან გააგდეს, რომელსაც სახლები დაუნგრიეს, სტუდენტები, რომლებიც საცხოვრებელი არ აქვთ და საერთო-საცხოვრებლები არ აქვთ და დღეს ქუჩაში აგერ დგანან და შიმშილობენ. აი ეს ხალხის უყოლა რეგიონები ელიტარულია ეხლა საპროტესტო აქცია? მე არა, მე არ მithქვამთ, რომ დღეს გეტყვით, რომ არ უნდა ეს ხიფათი უნდა დავინახოთ. ეს ხიფათი უნდა დავინახოთ და უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო მეტი აქცია იქნება რეგიონებში, ჩვენ უნდა გავცდეთ თბილისს, ბათუმს, ზუგდიდს და ქუთაისს. უნდა გავიდეთ ახმეტაში, მარტვილში, სენაკში, ბაღდადში, ყველგან. იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ასე სისტემურად და იქ ადამიანებს მერწმუნეთ, იმიტომ რომ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ ქონდათ არჩევნების დროს, იმიტომ რომ ეს იმედი და პროპაგანდა აზომბირებდა, აშინებდა ომით და კიდე 1000 რაღაცის სიულელით აშინებდა. რატო ვერ მოხერხდა ეს ბატონო გიორგი არჩევნებამდე? აი წეღან ნიკა გვარამი ამყავდა სტუმრად და ის საუბრობდა ამაზე, რომ რეგიონები რატომ ვერ მოხერხდა არჩევნებამდე მას ამ ხალხთან გასვლა, ამ ხალხამდე მიტანა რეალურად ამბის რა მდგომარეობაშიც არის ეს ქვეყანა. ამაზე ხომ ხმამაღლად მიდიოდა საუბარი, რა საფრთხის წინაშე ვიდექით, ხო? აუცილებლად რომ აი მარტივ მაგალითს გეტყვით რა. აი მარტივ მაგალითს გეტყვით რატო? იმიტომ რომ აი მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. არჩევნების წინ სექტემბრის მეორე ნახევარში საოკუპაციო ხაზთან ცხინვალში დააკავეს 2 ქართველი. დიახ. აი უბრალოდ გავიდა ინფორმაცია. დღეს რამოდენიმე დღის წინ აი ამ 2 ქართველს მიუსაჯეს ისეთი მძიმე დანაშაული და არავინ არაფერს არ იღებს. ესე იგი ჩვენ თუ ესეთი ზუსტად ისევე ჩვენთვის პოლიტიკა თუ არ გახდა ერთი ცალკე აღებული ადამიანის ყოველდღიურობა და ჩვენ თუ ეხლა იმაზე ვილაპარაკეთ მარტო რომ ერთიანობა ვიღაცამ თუ არ იქნა რატო არ მოდის ხელს რატო ეს ეხლა რა ერთიანობა არის მაშინ როდესაც მე აი ამ ადამიანებთან ვდგევარ ერთიანობა არის მაშინ როდესაც ყველანი ერთად ვამბობთ რომ ახალი არჩევნები გჭირდება არჩევნები გაყალბებულია მარტივ რაღაცას გეტყვით კაცო აი დღეს რომ მოვდიოდი უბრალოდ რაღაცას ვკითხულობდი თქვენ იცით რომ 99 წელს ევროპის საბჭოში ზუსტად 27 იანვარს ზურა ჟვანი ადგა და ეს ის დღეა, როდესაც საქართველო გაწევრიანდა და ქართველი ვარ, მაშინ სადამ ევროპელი ვარო, სადაც თქვა და დღეს იგივე შენობაში, იგივე ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლებს უბრალოდ უთხრეს, რომ თქვენ ძალადობთ, ადამიანის უფლებები თქვენთვის არაფერი არ არის, თქვენ ევროპულ გზაზე საერთოდ ფაქტობრივად დღევანდელი ხელისუფლება ჩვენ ბოლო 30 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ეროვნული მიზნებისთვის გაწირულ სიცოცხლეებს, დაღვრილ სისხლს, ამას ყველაფერზე უარს
ფაქტობრივად ამბობს ჩვენს მაგივრად, ის ორი საწყალი რატო გამახსენდა ადამიანები, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ჭირდებათ, რომლებიც ცხინვალში დააპატიმრეს, იმიტომ რომ ეს ის დღეებია, როდესაც ივანიშვილი გამოდიოდა და ბოდიში უნდა მოვიხადოთო, რო იძახდა. აი ზუსტად ის დღეებია და ამიტომ ჩვენ ამ ხალხს თუ არ ველაპარაკეთ. ეხლა აი როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანები, როდესაც დღეს პენსიონერს 35 ლარით ამ ინფლაციის და იმ ეკონომიკური გამოწვევების პირობებში, რომელიც ძალიან კარგად იციან, თვითონ თქვენ გონიათ არ იციან, იმიტომ დარბიან ახლა 6 მილიარდი იქიდან 7 მილიარდი ამ ზღაპრებს, იმიტომ ყვებიან, რომ იციან, რომ ეკონომიკური დაღმასვლა ძალიან მალე იქნება. ძალიან მალე იქნება და აი ამ ტყუილებში როგორც გვაცხოვრებენ, აი როგორც ტყუილი იყო, რომ ბიძინამ დაგვიხსნა ომისგან, რა ომისგან დაგვიხსნა. აგერ პირდაპირ რუსთაველზე მოგვიწყო ქართველებს ომი, ხო? და აი ამ პირობებში უნდა გვესმოდეს, რომ შენ როდესაც ქვეყნის იზოლაციას უწყობ ხელს. ეს იზოლაცია ეკონომიკურიც იქნება და ამიტომ მეორე ფასზე რომ საუბრობთ, სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ახლა უცებ რომ ივანიშვილმა, რაც ძალიან 100-დან 1%-იც რთულად წარმომიდგენია მე პირადად დღევანდელი მოცემულობით, მაგრამ მოთხოვნა რაც არის ახალი არჩევნები, აი უცებ რომ დანიშნოს, მიიღო გადაწყვეტილება და კარგით ვნიშნავ არჩევნებს. ანუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მაშინ რა შედეგს დადებს ოპოზიცია და რა შედეგს დადებს ოცნება. თუ კი რეგიონებში ვარ ჩასასვლელი ამბობთ, ამ ხალხთან უნდა ვილაპარაკოთ, ბევრი პროპაგანდას უნდა მოვერიოთ. მაშინ აი ამ მოცემულობით რა მდგომარეობაა? არ იქნება მარტივი მდგომარეობა. არ იქნება მარტივი მდგომარეობა. მე არ ვამბობ, რომ შედეგი გარანტირებულია, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, დიანა, რომ შედეგი ინგა, შედეგი რომ გარანტირებული არის, ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ შენ თუ 30 წლის განმავლობაში ევროპულ ოცნებაზე ააგე მთელი შენი სახელმწიფოებრიობა, დღეს ვიღაცა მოდის და რაღაც რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობას გინაცვლებს იმით. ეს ხო ამას არ ნიშნავს. იმიტომ რომ გარანტირებული შედეგი არ აქვს და რა ვქნათ ახლა დავემონოთ მოძალადეებს, ეს ერთი და მეორე. ჩვენ ხალხს უნდა ველაპარაკოთ, უნდა აუხსნათ, აი მარტივია. აი ადამიანი, რომელმაც პენსია გაზარდა 35 ლარად და იმას რა ქვია, CSKO-ს გამყალბებელ თავმჯდომარეს ხელფასი დაუნიშნა 12-14000 ლარი არ მახსოვს. ხო? ეს ხო ფაქტია. გარდა ამისა, ეხა მარტივია, ხო, ძალიან მარტივია. აი არჩევნების დღიდან მოყოლებული გადაგვაყოლა თავის ფულს. ხო? ჯერ ერთი ბანკი იყო, მერე მეორე ბანკი გაჩნდა ეხლა. აქამდე იყო ამერიკა თურმე ართმევდა ამ ფულს, ეხლა დიდი ბრიტანეთიც ართმევს ამ ფულს. ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, აი საბოლოო ჯამში უბრალოდ კიდე იყო რაღაცეები, რასაც არ ვკადრულობდით, ხო? აი მარტივი თემაა, ხო? ადამიანი იძახის, რომ დამასანქცირეს, შვეიცარიის ერთმა ბანკმა ფული წამართვა, მეორე ბანკმა ფული წამართვა, მე ფაქტობრივად დასანქცირებული ვარ, ამას ამბობს. მე ამასთან ერთად ამბობს ადამიანი, რომ მე ბიზნესი აღარ მაქვს საქართველოში, არაფრის არ ვაკეთებ და თურმე ბიტკოინებს აკეთებს და კიდე უამრავ რაღაცას აკეთებს ამ ქვეყანაში. და საბოლოო ჯამში, აი ამ პერიოდში, როდესაც დაასანქცირეს, ამდენი ფული წაართვეს თურმე ამდენი თან პოლიტიკური მოტივებით, რა ამას პოლიტიკური მოტივებით ხსნის და გარდა ამისა ამას ამატებს კიდე რომ მეო ქველმოქმედი ვარო და ფულს ვდებო და ჩაიხედეთ კაცო ფორბსში ყოველწლიურად მაგის სიმდიდრე იზრდება. როგორ ხდება კაცო ჩვენ ახლა დათვლის უნარი არა გვაქვს, არითმეტიკა არ გვესმის. შესაბამისად გამოდის რომ დასკვნა მარტივია და ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს და ხალხს უნდა აუხსნათ რომ ქველმოქმედი კი არ არის, ჩვეულებრივი ხარბი ინვესტორია, რომელმაც თუ ჩადო 1 ლარი, აქედან უნდა წაიღოს 1000. ასე უდგება ამ ქვეყანას და ის თulis რომ თუ მან ამ წლების განმავლობაში რაღაცა ინვესტიცია გააკეთა, ამ ინვესტიციის ყველაფრის უკან წაღება უნდა ზუსტად იგივე როგორც თავისი აგერ ახლობლის გიორგი ბაჩიაშვილის ისტორიაში ყვება, ხო? მეო კი არა, ინვესტიცია გავაკეთეო. რო კითხო მე იტყვის რომ საქართველოში ბიზნესი არ ამაქვსო. ეხლა გავითვალისწინოთ კიდე ერთი რაღაცა, ხო? ჩვენ თუ ყველამ ერთად არ მივხვდით რომ აქ სადაც მოვედით, ჩვენი ყველას ბრალია. ჩვენ ყველამ უმრავლესობამ ყველამ შეიძლება არა, მაგრამ 12 წელს ყველამ გავაკეთეთ ის არჩევანი, რომ ეს ნდობა ხო ჩვენ შევქმენით. შემდგომ ესე იგი სადღაც გაგვეპარა, მეც გამეპარა. სადღაც შეცდომა დაუშვით, სადღაც რაღაცა ვერ დავინახეთ, სადღაც რაღაცა ვერ შევამჩნიეთ, მაგრამ დღეს ვართ იქ, რომ ძალადობა გახდა უკვე არგუმენტი და ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ სანამ ეს ადამიანი არ დაკარგავს მისთვის ყველაზე ძვირფას და მთავარ ინსტრუმენტებს, ეს არის ფულს და არ დაკარგავს ძალაუფლებას, ჩვენ ამ დილემაში ვიქნებით. ფულის დაკარგვა სანქციებით, ამას გულისხმობთ? აბა ეხლა ჩვენ ის სხვა რა ვართ
კორუფციური ყაჩაღები, რომ რაღაც რა თქმა უნდა. ბატონო გიორგი, ოპოზიციის როლზე მინდა გითხოთ ამ პროტესტისას. აი, ოპოზიცია სად არის პროტესტში, რომელიც არ მთავრდება 61 დღე დაიწყო და რა როლი უნდა ქონდეს? გავიგე რეგიონებში უნდა ჩავიდეს ოპოზიცია, უნდა ჩახვიდეთ, უნდა ელაპარაკოთ ხალხს, გავიგე, მაგრამ აი პოლიტიკოსების როლი რა უნდა იყოს ამ პროტესტში? ინგამქვია ბატონო გიორგი და უკვე მართლა ძალიან უხერხულია ყველა გადაცემაში ამის შეხსენება. მე აღარ მაქვს რეაქცია, მაგრამ თქვენთვის არის უხერხული და ამიჯერე. კი ბატონო, ესე იგი, ვიღაცაც უწონებს, რომ აი რაღაცა უნდა. ვიღაცა თავს იქებს. მე არ ვიცი ხარ, ვიღაცა იქ დგას, ვიღაცა იბრძვის, ვიღაცა წინა ფლანგზეა, ვიღაცა უკანა ფლანგზეა, რა მნიშვნელობა აქვს. მე ვთვლი, რომ ყველას თავისი ადგილი აქვს და ყველას ეს ადგილი მოეძებნება. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მე სადაც ყველაზე ეფექტური შემიძლია ვიყო, რომ პირველ რიგში ვიყო იქ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ პროტესტს უნდა მოვაკლოთ. მე მაგალითად ვთვლი, რომ არაღიარების ნაწილში და დელეგიტიმაციის ნაწილში მე მაქვს რესურსი და იქ ვმუშაობ. ოღონდ ამაზე ბევრს არ ვლაპარაკობ. ისევე როგორც რეჟიმის კორუფციული რესურსების დასანქცირებაში მაქვს რესურსი და ვიმუშავებ ამაზე და ვმუშაობ კიდევაც ამაზე. ყველამ უნდა ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც ყველაზე უკეთესად გამოგდის და საბოლოო ჯამში მე ვთვლი, რომ ეხლა რასაც ვაკეთებთ, როგორც მივდივართ, კარგად მივდივართ. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი გარანტირებული არ აქვს, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ მე რომ რაღაცა გავაკეთო და რაღაც შედეგს მივაქციო, ან ლეგიტიმაციის არ მიცემის, ან სწორი სანქცირების პოლიტიკის გატარების, ან კიდევ სხვა რაღაცაში, თუ საქართველოს მოქალაქეები არ დაგვიდგნენ გვერდით იმ პროტესტის, რომელიც დღეს მიმდინარეობს ყოველდღიურად, არაფერი არ გამოვა. იმიტომ რომ ძალიან სერიოზული კითხვები გაჩნდება, რომ იქნებ ეს არის ხალხის არჩევა. იქნებ ეს, იმიტომ რომ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი შრომა და რესურსი დაგვჭირდა იმისთვის, რომ სოფლიოსთვის აგვეხსნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპული სივრცის ნაწილია. და ამაზე მარტო ჩვენ კი არა ვქოთ. თაობებმა დახარჯა უზარმაზარი ბოლო 30 წლის განმავლობაში და საბოლოო ჯამში ჩვენ დავარწმუნეთ არა მხოლოდ დასავლეთი, რომ ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი ვართ. მერწმუნეთ, რომ ეს რუსეთის ფედერაცია მას დაიჯერა და ისინი უკვე თვლიდნენ, რომ всё, საქართველო უკვე წასულია, გაქცეულია და ეხლა რასაც ვაკეთებთ და რასაც აკეთებენ აი ეს არაადეკვატური ხალხი საქართველოს აბრუნებენ სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში, სადაც უკვე დღეს ვართ, ну მე არ მინდა ჩემთვის წარმოუდგენელიყო, სადაც უკვე დღეს აზერბაიჯანმა ხო გვაჯობა და უკვე სომხეთიც გვჯობნის. და ეხლა ამ პირობებში უკვე სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ევროპული გზის არჩევანზე გააკეთა უკვე განაცხადი და ამ დროს ჩვენ ყველაფრიდან გვრიცხავენ და ხვალ სავარაუდოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის მანდატის გაჩენა. ესენი კიდე გამოვლენ და რაღაც ნეიტრალიტეტზე მერე 3+3-ზე დაგვიწყებენ ლაპარაკს და იმას ეცდებიან, იმხელა თავხედობა ეყოფათ, რომ ჩვენი ევროპული ოცნება და პერსპექტივა აი თითქოს რაღაც საპირწონეთ შემოგთავაზონ მაშინ როდესაც ეს არის ჩვეულებრივი ეროვნული ინტერესების ღალატი, ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი, იმიტომ რომ თაობები იბრძოდა და სისხლს ღვრიდა იმისთვის, რომ ჩვენ ევროპული კონტექსტის ნაწილი გავხდებიყავთ. და ეს ეხლა ესენი ხვდიან, არ ვიცი, სამსპირით და გვეტყვიან, რომ აი რუსეთი და ირანი ძალიან კარგიაო რა. ევროპაში არ გვინდა ისო ევროპაში ორი ფეხითო მაინდა-მაინც და იქ ორი ფეხითო და აქ კიდე ახლა არ ვიტყვი როგორ პოზიციაში შეძურებიან აი ამ წარმოუდგენელ სივრცეში და ამიტომ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და რაც შეიძლება მეტი უნდა ველაპარაკოთ საქართველოს მოქალაქეებს იმაზე, რომ სახე უნდა დავანახოთ და უნდა აუხსნათ, რომ შეხედეთ დღეს რასაც აკეთებს ივანიშვილი ბიძინა, დღეს საქართველოსგან ქმნის რუხ ზონას, რომელშიც შეძლებს თავისი კორუმპირებული სიმდიდრის დაცვას და კიდევ უფრო მეტი კორუმპირებული ფულის გაკეთებას. ეს არის და ეს ყველაფერი ხდება თან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავლის ხარჯზე. ეს ხო არ გონიათ დღეს, ეს ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ავანსად მომავლის რესურს ხარჯავს დღეს და ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ თუ დღეს ერთად არ ვიბრძოლებთ, იქ სადაც ნამდვილი ეროვნული ფასეულობებია და ეროვნული ფასეულობები ის კი არ არის ჟურნალის ქალს. მაშინ, როდესაც
ამდენი ველური, ნიღბიანი, აი ქუჩაში აი უზომოდ ცემდა ადამიანებს იქ არაფერს არ ამბობ და უდანაშაულო ქალს აშიმშილებ და იმიტომ რომ აქ უკან დახევა ვინმე სისუსტე არ ჩაგითვალოს და გინდა რომ შენი რეპრესიული ძალა და შიში დანერგო ნუ მე არ ვიცი ხლა ეს უკვე აღარ ედრება იმას რა ფასეულობებით და რა ლოზუნგებითაც 2012 წელს მოვიდნენ. ევროკავშირი ამასობაში წავიკითხავ სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია წერია განცხადებაში. თავისუფლება მზია ამაღლობელს და თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პარტიას. და კიდევ ერთხელ ერთად ვთხოვოთ მზიას რომ შეწყვეტოს ამ თქვენს თხოვნაში ნამდვილად იმიტომ რომ დღეს ჩვენ მოვისმინეთ ექიმების განცხადება რამდენად სახიფათოა 17 დღის განმავლობაში მხოლოდ წყალზე ყოფნა და თან ყველაზე საინტერესო იცით რა არის ჩემთვის ბატონო გიორგი რომ მზიამ შიმშილობა რომ დაიწყო უკვე კარგა ხნის მერე გავიგეთ თავიდანვე არც გაგვიგია რომ ის შიმშილობას აცხადებდა უკვე დღეების შემდეგ გავიგეთ და მეც გიერთდებით ამ მოწოდებაში მზია უნდა იყოს ჯამთელი, უნდა იყოს შრომის უნარიანი და უნდა იყოს ძლიერი. მადლობა, დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. მე დაგემშვიდობ